მაცხოვრის ამაღლების ხატზე მაცხოვარი ზის, აქ ეხა ეს მაგარი ხატი არის სინას მთის ხატია თუ არ ვწდები. ზის რა ქვია იმაზე კაფსულა. არა, კაფსულის წრე ის არის ნათელი, მაგრამ ცისარტყელას. ცისარტყელის ფერებით არის ის ხაზი, აი რაზეც ზის. ცისარტყელის ფერებია იქ. აქ არ ჩანს ფერები ახლა, თორე ცისარტყელა არის და ეს არის ძველი აღთქმიდან, როდესაც ღმერთმა მოსპო კაცობრიობა და ნოე და მისი შვილები გადაარჩინა ერთი ოჯახი და კიდობნიდან რო ჩამოვიდა ნოე, მერეო გამოჩნდაო ცაზე ცისარტყელა იმის ნიშნად რომ ღმერთი შეპირდაო აწი არ მოსპო კაცობრიობასო. წარღვნის დასასრულის ნიშანი იყო და ამავ დროს პირობა დადო რომ აწი არ მოსპობდა მას და კაცთა მოდგმას. მაცხოვარმა ეს ცისარტყელა შერიგების ნიშანია ღმერთი და კაცის ძველ აღთქმაში ესე რომ გამოჩნდა შერიგების ნიშნად იყო მიღებული და მაცხოვარმა თავის თავში პირველ რიგში თავის თავში ანუ ქრისტეში შერიგდა ღმერთი და კაცი. იმიტომ რომ ღმერთმა შეიერთა კაცი. ღმერთმა რომ კაცი შეიერთა, ნიშნავს რომ ქრისტეში არის ღმერთი და კაცი შერიგებული და ქრისტეში არის კედელი დანგრეული, რომელიც კედელიც იყო ღმერთსა და კაცს შორის, ქრისტეში. და ამიტომ ქრისტე არის თვითონ შერიგებული, ნიშნავს და ჩვენ გვარიგებს ქრისტე. ქრისტიანები შერიგებული. და ქრისტიანები ვართ ღმერთთან შერიგებულები ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ ქრისტეს გარეშე, ქრისტეს სიტყვის გარეშე არ არსებობს გადარჩენა. როგორც მზის გარეშე ჩვენთვის ნათელი არ არსებობს, ასევე ქრისტეს გარეშე ჩვენთვის და საერთოდ სამყაროსთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ არსებობს არც ნათელი, არც ცხონება, არც გადარჩენა. ქრისტე არის ამის გამკეთებელი. ქრისტეა ჩვენი ღმერთი, რომელიც ამაღლდა, ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა.